მუსლიმანი მორწმუნეები მთავრობას დახმარებას თხოვენ. მათ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის და ქობულეთში მედრესის უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის გარანტიები სჭირდებათ. ბათუმში მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის პარალელურად აქცია არ წყდება ქობულეთშიც, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მედრესეს გახსნის წინააღმდეგია. სულხან მესხიძე მუშაობდა თემაზე. მუსლიმანი მორწმუნეების მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს აჭარის მთავრობის სახლის წინ. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები კვლავ უცვლელია. ისინი ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას და ქობულეთში მედრესეს გახსნას ითხოვენ. მთავრობამ დაგვირდა ჩვენ, რომ გაგიკეთებთ მედრესას სამლოცველოს. მეორედ აგერ დაპირებული არ შესრულდა, მეორედ და კიდევ აგერ ქობულეთში არის სასულიერო სასწავლებელი. გვინდა ეს გაიხსნას და ჩვენმა მრევლმა მიიღოს იქა ბავშვები სწავლობენ. მიიღონ განათლება. ჩემი შვილიშვილების არიან იქ და მინდა რომ მოწესრიგდეს ეს საქმე დროულად ბავშვებმა მიიღონ თავისი ადგილის და ისწავლონ წესიერად. დღესვე აქციის რამდენიმე მონაწილე აჭარის მთავრობის აპარატის უფროს რუსლან ქორიძესა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატ თემურ კახიძეს შეხვდა. შეხვედრიდან გამოსულმა მორწმუნეებმა განაცხადეს, რომ ქობულეთში სკოლა-პანსიონში 4 მოსწავლე იმყოფება და მათ საკვებით უზრუნველყოფა სჭირდებათ. ისინი მთავრობას უსაფრთხოების გარანტიებს თხოვენ, რათა პანსიონში შესვლის დროს ადგილობრივებთან დაპირისპირება თავიდან იქნას აცილებული. შეხვედრას სახალხო დამცველის წარმომადგენელი გიორგი ჩარკვიანიც ესწრებოდა. ჩვენი მოთხოვნა იყო პანსიონში არიან ბავშვები და იმათთან მისვლა საჭმლის შეტანა და თავრობის მიერ რეაგირების მოხდენა. საუბარი არის საკვების შეტანაზე, ზუსტად ეხლა მაგისათვის შემოbrunდა 2 ადამიანი, რომ მივცეთ ინსტრუქცია როგორ მოხდესო დაძაბულობაში არ გადაიზარდოს. აქედან გამომდინარე სამართალდამცავი უწყებები გაფრთხილებული არის, მათ იციან როგორ უნდა იმოქმედონ, რომ არ დაიძაბოს ვითარება. ჯერჯერობით რაიმე სახის შეპირება, შეთანხმება არ ყოფილა, იყო მხოლოდ ამათი გულისტკივილი, რომელიც გადაცემ მთავრობას, ხოლო იმათი მხრიდან საქმის გარკვევის შეპირება. საპროტესტო აქციამდე მუსლიმანი მორწმუნეები ორთა ჯამეში პარასკევის ტრადიციულ ლოცვას დაეცნენ. დაბახულოს მეჩეთის იმამის ასლან აბაშიძის განცხადებით 26 სექტემბერს აჭარის მთავრობის სახლთან მასშტაბური აქციის გამართვა იგეგმება. ეს პრობლემა არის ქობულეთში. ის არის პრობლემა ერთი ორგანიზაციისა. ძალიან ეს არის ორგანიზაციისა. ეს საერთო პრობლემა არის მაგრამ. საფეხბურთო არის ის. თურმე იქ მოსახლეობა აღწოდებია მუსლიმური კულტურით. ახლა გეუბნები ჩვენ აგერ კულტურშია გამხდარი მოაწერეთ ვიტუდა ჯამე. გარეთ ხალხი ხო. არ ვიცი. უახლა დავუძრე გეთქვით. ამ ბედური ჯამე არ უნდა ნაკა დაუბრუნდა ჯამე. შენ პადიენში, შენ სადარბაზოში, რვაწლად იქნება ქრისტიანი არა მუსლიმი, ორი მუსლიმი იქნება. მოაწერე გადასრა მუსლიმანი არ არის პადიენში. გამოვასწრო მუსლიმანი. ამას გამძლება მოხდება. ამიტომ ხელისუფლება თო. ხელისუფლებამ დაიწყო, რომ ჩვენი უნდები პროექტი ქვეყანაში მოხდება ძალიან ზიანად. მუსლიმი მრევლი შეიკრიბება 26 სექტემბერს შუადღის ჯუმა ნამაზის პარასკევის ლოცვის შემდეგ მთავრობის სასახლესთან დღეს არსებული დაგროვილი იმ პრობლემების ირგვლივ, რაც აწუხებს მუსლიმ მრევლს და ასევე განსაკუთრებულად წლების მანძილზე იმ თემას, რომელიც არის მეჩეთის მშენებლობა. ქობულეთში მომხდარ ფაქტს დღეს კიდევ ერთხელ გამოიხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი. უჩან ანუაშვილის შეფასებით მიმდინარე მოვლენები რელიგიური შეუწყნარებლობის განსაკუთრებით საგანგაშო გამოხატულებაა. ქობულეთში მიმდინარე მოვლენები რელიგიური შეუწყნარებლობის განსაკუთრებით საგანგაშო გამოხატულებაა. მუსლიმ მოქალაქეებს ეზღუდებათ რელიგიის და გადაადგილების თავისუფლება, ილახება მათი პატივი და ღირსება. პანსიონში სწავლისა და ცხოვრების მსურველ ბავშვებს ეზღუდებათ საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით გარანტირებული ბავშვის ძირითადი უფლებები, მათ შორის განათლების უფლება და რელიგიის თავისუფლება. შეგახსენებთ, რომ ქობულეთში მუსლიმანური სკოლა-პანსიონის წინ მშვიდობიანი აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. ლერმონტოვის ქუჩის 13 ნომერში მედრესეს წინ ადგილობრივები მორიგეობენ. და ამ წუთებში ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად მუსლიმანი მორწმუნეები ქობულეთში ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მედრესეს წინ იმყოფებიან. ჩვენი ჟურნალისტი იმყოფება ასევე ადგილზე. ის დეტალებით პირდაპირ ეთერში გვერდება. სულხან, საღამო მშვიდობის, გესმის ჩვენი? დიახ, ნინო, ცოტა ხნის წინ ქობულეთში ლერმონტოვის ქუჩაზე მუსლიმმა მორწმუნეებმა ხულოს იმამთან ერთად მედრესეში მყოფი ბავშვები მოინახულეს და სურსათი მიუტანეს. პარალელურად შენობის წინ არ შეწყვეტილა ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიანი აქცია, რომლებიც უკვე დღეებია სასწავლებლის გახსნას ხელს უშლიან.
მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, მათ მუსლიმი მორწმუნეებისთვის მედრესეში შესვლისთვის ხელი არ შეუშლიათ. ტერიტორიაზე ამ დროისთვის მობილიზებული არიან სამართალდამცავები. მე შეგახსენებთ, რომ დღეს სწორედ უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდნენ აჭარის მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მუსლიმი მორწმუნეები. ნინო დიახ, სულხან, საინტერესოა აქვე მინდა გკითხო, როგორია იმ მოქალაქეების განწყობა, რომლებიც რამდენიმე დღეა მედრესეს წინ იმყოფებიან, მორიგეობენ და მედრესეს გახსნას და ფუნქციონირებას ხელს უშლიან, თუ დააფიქსირეს მათ ტელეკამერების წინ დღეს საკუთარი პოზიცია. დიახ, ნინო, აქციაზე დაახლოებით 100-მდე ადგილობრივი არის შეკრებილი. ისინი მათი მოთხოვნები უცვლელია, ისე ვითხოვენ, რომ მედრესე არ უნდა გაიხსნას დასახლებაში და ისინი არ დაუშვებენ შენობაში ბავშვების შეყვანას. ამბობენ, რომ მორიგებენ ტერიტორიაზე და აქ ყოველგვარ ინციდენტს ისინი არ დაუშვებენ. ნინო, გესმით? დიახ, სულხან, და ასევე საინტერესოა ხულოს იმამის პოზიცია, რომელიც შენს მიერ ნათქვამი ინფორმაციის თანახმად ასევე ადგილზე იმყოფება. რას ამბობენ ისინი ამ პოზიციის გათვალისწინებით? ამ ეტაპზე მუსლიმი მორწმუნეები შენობაში არიან შეკრებილი, იქ მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ჩვენ უკვე შევეცდებით დამატებითი ინფორმაციით მომდევნო გამოშვებებში ჩაგერთოთ. დიდი მადლობა, სულხან. ტელემაყურებელს შევახსენებ, პირდაპირ ეთერში სულხან მესხიძე საუბრობდა, ის ამ წუთებში ქობულეთში იმყოფება, სადაც მედრესეს შენობაში, სადაც რამდენიმე მოსწავლეა მუსლიმანმა მორწმუნეებმა საკვები პროდუქტი შეიტანეს, ჩვენ კი განვაგრძობთ გამოშვებას.